ყველას რომ გადავხედავთ საუკუნეებს და ის მოვლენები, რაც პირველ საუკუნეში განვითარდა, როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ მაცხოვრის აღდგომის შემდგომ, მაცხოვრის ამ წუთის სოფელში მოღვაწეობის შემდგომ მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება. მოციქულები წამოვიდნენ საქადაგებლად და ის ტაძარი, რომელსაც ახლა ჩვენ უყურებთ, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი, ეს არის მოციქულთა სახელზე აგებული ტაძარი. მისი ანალოგი საქართველოში, ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო უძველესი ტაძარი არის, სადაც მრავალ საუკუნეთა მანძილზე იკურთხებოდნენ მეფენი და მრავალ საუკუნეთა მანძილზე აღესრულება მირონის კურთხევა და მრავალ საუკუნეთა მანძილზე აღესრულება უწმინდესი პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა. უდიდესი ცენტრი არის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, უდიდესი ცენტრი არის იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი. მოციქულებმა კიდით კიდემდე მოვლეს, კიდით კიდემდე ქადაგებდნენ ქრისტეს. ჩვენ ვქადაგებთ, ამბობს პავლე მოციქული, ქრისტესა ჯვარცმულსა, წარმართთათვის სისულელეს, ხოლო ჩვენთვის ღვთის ძალს, ღვთის შემეცნებას და რა თქმა უნდა, რომ ადამიანის გონება, ადამიანის სული ყოველთვის უნდა იყოს ერთი რამისკენ, რომ მან სული განიწმინდოს, სული იცხონოს და სული გადაირჩინოს. ეს წმინდა დღეები